მოგესალმებით, შეგახსენებთ, რომ მეოთხე ლექციაზე ჩვენ გავეცანით მაღალთის კლიმატის თავისებურებას, ხოლო წინა მეხუთე ლექციაზე საუბარი ჰქონდა ალპურ ნიადაგებსა და სიცოცხლის თავისებურებებზე თოვლის საფარის ქვეშ. დღევანდელი ჩვენი ლექცია მიეძღვნება კიდევ ერთ საინტერესო თავისებურებას მაღალმთისა, ეს არის მცენარეზე მოქმედი კლიმატი, რელიეფის ქარისა და მზის ურთიერთქმედება როგორია და მესამე ნაწილი როგორ გავლენას ახდენს მაღალმთის მცენარე მიკროკლიმატზე. ამისათვის ჩვენ უნდა ესეთი პატარა ექსპერიმენტივით ჩავატაროთ. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მიდის სადმე მაღალ მთაში, ყველა არის თქვენგანი ალბათ ნამყოფი მთაში. და თუ ჩავთვლით, რომ ადამიანის სიმაღლე არის დაახლოებით საშუალოდ 170-დან 180 სანტიმეტრამდე სიმაღლე და აი ამ ადამიანის სიმაღლეზე, ანუ სადღაც დაახლოებით თავის სიმაღლეზე, ჰაერის ტემპერატურა არის 4 გრადუსი, ქარის სიჩქარე 5 მეტრი წამში და ჰაერის ტენიანობა 40%. ეს პარამეტრები, რაც აქ არის ახლა მოცემული, არის ძალიან ხშირი მაღალ მთაში, ძალიან ხშირად გვხდება ასეთი ტემპერატურისა და ქარისა და ტენიანობის მსგავსი პარამეტრები. მაგრამ თქვათ, ჩვენ შევხვდა გზაზე მოძრაობის დროს რაღაც ბალიშა მცენარე, რომლის სიმაღლე სულ 1-2 ან მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრი შეიძლება იყოს. აი აქ თუ გავზომავთ ამ ბალიშში შიგნით, ჩვენ ნახავთ, რომ ტემპერატურა არის 27 გრადუსი. ქარი საერთოდ არ აღირიცხება, ხოლო ჰაერის ტენიანობა არის თითქმის 100%, ანუ 98% მიახლოებული 100-თან. ხა ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვა. არის თუ არა აი ეს ბალიშში გაზომილი პარამეტრები ტროპიკული წვიმიანი და ნისლიანი ტყის სასიცოცხლო პირობები. და ჩვენ გარკვეული დაშვებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის. დიახ, იმიტომ რომ ასეთ წვიმიან და ნისლიან ტროპიკულ ტყეში სწორედ 100%-თან მიახლოებული ჰაერის ტენიანობა, იქ მუდმივი ნისლია, ხშირი წვიმები და ამიტომ ქარი იქ არ არის, ვინაიდან ესე იგი ეს ტყის მცენოზე არის ძალიან შეკრული და შიგნით ტყის ქვედა ჰორიზონტებში ქარი ძალიან იშვიათად თუ აღინიშნება და ჰაერის ტემპერატურა, რა თქმა უნდა, იქ მაღალია. მაგრამ აი ამ პირობებს ჩვენ ხვდებით იქ, სადაც ადამიანის სიმაღლეზე არის სრულიად სხვა პირობები. გადავიდეთ მეორე მაგალითზე და ვნახოთ ასეთი რამ. მზე ანათებს სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობს, სადაც ნიადაგის ტემპერატურა არის ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურაზე, უпроსტოდ სუბსტრატის ზედაპირის, იქ შეიძლება ფიქლოვანი ნაშალი იყოს, იქ შეიძლება ქვები, აი ამ ფიქლების ტემპერატურა მცენარის გვერდითვე, იქვე მცენარე ამ ფიქლებს შორის იზრდება, დაახლოებით 80 გრადუსი ცელსიუსი. ასეთი ტემპერატურა ფაქტობრივად სტერილურს ხდის ნიადაგის ზედაპირს. ხოლო მცენარის ტემპერატურა, მისი ფოთლის ტემპერატურა აღწევს 45-55 გრადუს ცელსიუსს. ეს საუბარი არის მოწმენდილ ამინდში სამხრეთ ფერდობზე. და ის რომ 45-55 გრადუსია მცენარის ტემპერატურა, არაერთ გზის აღნიშნულა სხვადასხვა სპეციალურ ექსპერიმენტში. ეხლა დავსვათ კითხვა, არის თუ არა ეს ცხელი უდაბნოს სასიცოცხლო პირობები? დიახ, რა თქმა უნდა არის. და ორივე ამ პირობას ჩვენ ხვდებით მაღალ მთაში, ანუ ცხელი უდაბნოს სასიცოცხლო პირობებიც იქვე აღინიშნება და ტროპიკული წვიმიანი ნისლიანი
ტყის პირობების. მაგრამ რეალურად ეს არის სრულიად განსხვავებული ბიომი მაღალ მთა. ნიადაგის ზედაპირთან ახლომდებარე მცენარეები, ჩვენ საუბარი გქონდა ამ ორი მაგალითის შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში ბალიშა მცენარეზე და მეორე შემთხვევაში ასეთი დაბალი ტანის როზეტულ მცენარეზე, ისინი განსხვავებულ ეკოლოგიურ პირობებში იმყოფებიან და ისინი სრულად ვერ შეიგრძნობენ სუბსტრატის ზედაპირიდან 1,5-2 მეტრის სიმაღლეზე არსებულ გარემო პირობებს. ზოგადად მიჩნეულია, რომ სტეპისა და უდაბნოს კლიმატი არის ცხელი და მშრალი. საპირისპიროდ ამისა, ტუნდრის კლიმატი არის ცივი, მაგრამ ასევე მშრალი. ტროპიკული წვიმიანი ტყის კლიმატი თბილი და ნესტიანია და მაღალმთის კლიმატი არის ცივი. მაგრამ ჩვენივე მოყვანილი მაგალითებიდან შეიძლება ვიკითხოთ, რამდენად ცივია მაღალმთის კლიმატი? არის კი ის რეალურად ისეთი, როგორცაც შეიგრძნობს ადამიანი თავისი სიმაღლის დონეზე. შეიგრძნობენ კი მცენარეები, ან შეიგრძნობს კი ყველა მცენარე ისეთ კლიმატს, როგორიც 1,5-2 მეტრზე არის ნიადაგის ზედაპირიდან.